სახიბათო მომენტი ახლა. სამტრედიელი ფეხბურთელები შეტევაში. შვენიერი პასი გააკეთა, დარტყმა შეიძლება, დარტყმა 1-0. ჭყინვალე კომბინაცია. დავით რაჟამაშვილი იტანს გოლს, გაიხსნა ანგარიში 1-0 და კარის წინ იქ საბანაძე შეერძო. აი ნახეთ ეს მომენტი. შვენიერად შევიდა მარცხენა ფლანგი და გააკეთა პასი საბანაძემ. ის კარგი პასი საჯარიმოში შედის საბანაძე. შვენიერად თამაშობს დარტყმა. ოხრა კარგად გაისარჯა ახლა სამტრედიელთა შემტევი დიდებულად ითამაშა ნიკა საბანაძემ და ბოლო მომენტში ჰამზიჩმა გადაარჩინა თავისი გუნდი. ეს იყო მეორე დუელი ჰამზიჩსა და საბანაძეს შორის. ისევ ჰამზიჩის გამარჯვებით დასრულდა, კუთხურზე გადააგდო მან ბურთი. კარგი იყო, ნახეთ კიდევ ერთხელ მომენტი, გის მშვენიერი პასი. საბანაძე შედის, კარგად მოატყუა მან კაკუბავა დარტყმის მომენტში, დარტყა კიდეც, მაგრამ ბოლო მომენტში თითები წაარტყა ბურთს ჰამზიჩმა. აღინიშნოს სამტრედიელთა გუნდის ახალწვეულის ძალიან კარგი მომენტი. დარტყმა შეიძლება, დარტყმა, ოხრა კარგი მომენტი ქონდა ახლა. ტატანაშვილს და დიდებული წყინვალედ თამაშობს ომარ მიგინეიშვილი, რომელმაც აშკარა გოლისაგან იხსნა თავისი კარი. კარგი შეტევა გამოვიდათ ახლა საჩხერელი ფეხბურთელებს, შეცდნენ ცენტრალური მცველები და ტატანაშვილს საშუალება მიცეს, რომ ფაქტიურად 3-4 მეტრიდან დაუბრკოლებლად დაერტყა. ეს იყო ეროვნულ ლიგაში მის მიერ გატანილი პირველი გოლი. კასრაძე თამაშობს ახლა, შეცდა კასრაძე, ჩიკვაიძე შედის საჯარიმოში, სახიბათო მომენტი, პასი უკან. დარტყმა შეიძლება, ამებოჭო დარტყმა. ივანიშვილს ჰქონდა ძალიან კარგი მომენტი. იგი იქნება თუ გამეორებით ვნახავთ ახლა ჩვენი ეპიზოდს, რომელიც სამტრედიელთა კართან შეიქმნა, ვნახოთ კიდევ ერთხელ. თუმცა ეს დამაგვირგვინებელი ბოლო დარტყმა ჯობდა ალბათ საერთოდ შეტევა გვენახა თავიდან. ეს ზუსტად დადგომას ახლა საჩხერელი ფეხბურთელები, საჯმა მისსანიშანი შეიძლება უკვე დარტყმის შესრულება. მანჯგალაძე დარტყმა ოხრა კარგი მომენტი, დიდებული მომენტი. წყინვალე იყო ამ ეპიზოდში ახლა. წყინვალე იყო დინო ჰამზიჩი. შემდეგ ბურთის დასწრებაზე წავიდა ჯიქია და მას ყვითელი ბარათი უჩვენა საჯმა სიმულიანტობისათვის. მოდი ასე ვთქვათ, იქ არ იყო 11 მეტრიანი. ჯიქია პენალტზე წავიდა და სწორედ კიდევ ერთხელ ვნახოთ ეს მომენტი, საჯარიმო დარტყმა. აი მანჯგალაძის დარტყმა დიდებული იყო ამ ეპიზოდში. დინო ჰამზიჩი საოცარი ბურთი მოიგერია და აი ნახეთ დასრებაზე წავიდა ჯიქია და ეგ როგორც ხედავთ აშკარად იმსახურებდა და სწორად მისცა მას ყვითელი ბარათი. ფლანგზე ჭედლიშვილი ერთ-ერთი საუკეთესო სამტრედიელთა შემადგენლობაში. ჭედლიშვილი მას ჩიკვაიძე ეთამაშება. კიდევ ერთხელ აჯობა და საჯე მიუთითებს და აქვე 11 მეტრიან. დიახ, გვერდით მამ საჯმა თავარმა საჯმა ჩათვალა რომ თამაში უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ თანაშემწე მენთეშაშვილმა მას მიანიშნა, რომ იქ წესების დარღვევას ჰქონდა ადგილი, დაეთანხმა მას მთავარი არბიტრი და დანიშნა ხარიტო. აი კიდევ ერთხელ ვნახოთ, ჭედლიშვილი გასცდა მეტოქეს ჩიკვაიძეს, აი შედის საჯარიმოში, შემდეგ იყო გარკვეული შეხება და ჰამზიჩი. ვნახოთ ყველაფერი მზად არის პენალტისათვის, საჯმაც მისსანიშანი, გამორბენი, დარტყმა და ჰამზიჩი თამაშობს დიდებულად. ძალიან ცუდად დაარტყა პენალტი, პირდაპირ ვთქვათ, შეძლებს დარწმუნებული ვარ თამაშის გაგრძელებას, თუმცა საჯი სამტრედიელთა გუნდის საექიმო პერსონალს, სამედიცინო ესეც შეხვედრად საინტერესო იქნება. ეროვნული ლიგის ყველა თამაში ფაქტიურად ყველა ტურში მეტად სახიფათო მომენტი ახლა შეცდა ივანიშვილი, საბანაძე მეკარესთან მარტო კარებიც არიელია, უნდა იჩქაროს, არა ისევ ჰამზიჩი დაბრუნდა, საბანაძე 2-0. თეთრე ნიკას აი ნახეთ საბანაძე გასდა ჰამზიჩს, თითქოს დაახანა, თითქოს დაიკარგა სიმწვავე. აი ნახეთ ამ მომენტში საბანაძე არ გამოეთიშა, გააგრძელა შეტევა, კიდევ ერთხელ გაიგდო ბურთი მარჯვნივ და შემდეგ მეკარისაგან მარცხენა მაღალ კუთხეში უკან ჰამზიჩს აწვდის, ჰამზიჩი ძლიერად ურტყამს. შეცდა ახლა ბოსნიელი ტარაჯი და კარგი მომენტი, გი მეკარესთან პირისპირ, გი პასი გაუკეთა ჯიქია, საბანაძე დარტყმა არის 3-0. აი ნახეთ საბანაძე ჰამზიჩი ძლიერად ურტყამდა ამ ეპიზოდში, დარტყმა არ გამოდგა. ზუსტი ამ დარტყმის შემდეგ გაგრძელდა სამტრედიელთა შეტევა, დათუნაიშვილის ჭინვალე პასი გის მისამართით, გი მეკარესთან პირისპირ გავიდა, თამაშგარე მდგომარეობა არ იყო. ფაქტიურად ორი ფეხბურთელი საბანაძე და ჯიქია გისთან ერთად გააკეთა პასი ჯიქიას მისამართით, ჯიქიამ ცარიელკარში ვერ გადაგზავნა ბურთი, მაგრამ იქვე მდგარ საბანაძეს ხელი ვერცერთმა ივანიშვილის ძელი პასი მეტოქის ნახევარზე მიიღო ბურთი, დარტყმა შეიძლება და კარგად ითამაშა ახლა.
გაბედავამ გორგიაშვილი. ეს ჩიკვაიძე გახლავთ, ჩამოწოდება შეიძლება, ორი ფეხბურთელია მეტოქის საჯარიმოში, ჩამოაწოდეს მაღალი ბურთი, ისევ მიგინეიშვილი თამაშობს კარგად. კიდევ ერთი დარტყმა და გამოიტანეს ცვლილება ბურთი. უიმედო აუტსაიდერმა ზუგდიდის გუნდმა დღევანდელი მოგების შემდეგ. წახიბათ მომენტი დარტყმა გადარჩა ეხლა სამტრედიელთა კარით.